დავბრუნდით და ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. სტუმართან ერთად შემოგვიერთდა ცნობილი ოპერის მომღერალი, სოპრანო ქალბატონი თამარ ივერი. მადლობა მობრძანებისთვის. და კონცერტი, რომელიც გაიმართა გუშინ. როგორ იყო შეხვედრა იქ მაყურებელთან და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? რა ვიცი, საერთოდ ქართველები არ ვართ განებიურებული ასეთი ფორმატის კონცერტით, იმიტომ რომ მე თუ არ ვცდები ეს პირველად ჩატარდა, ეს იყო არტ პალასის ესეთი იდეა და ალბათ ყოველწლიური გახდება საშობაო კონცერტები 7 იანვარს. და რა ვიცი, ძალიან ულამაზესი საღამო იყო და შესანიშნავმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის, განსხვავებული სტილის და ესე იგი მოხდა ისე, რომ აი ყველაფერი ეს ერთად საინტერესო იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ იყო მიპატიჟებული, ანუ ესე იგი ფართო პუბლიკაზე იყო გათვლილი ესტრადაც, ოპერაც, იქ იყო თქვათ ვალსები, ყველანაირი ჟანრი და საბედნიეროდ ესე იგი ისეთ დონეზე იყო მიწოდებული მაყურებლისთვის, რომელიც იქ იყო და თან სხვათა შორის ისე ლამაზად იყო მაგიდებზე, თან როგორც ესეთი ვახშამი ესეთ გაკეთდა, რომ რაღაც არ ყოფილიყო გადატვირთული ან მომაბეზრებელი, ან თქვათ რაღაც ისე რომ მიუღებელი რომელიმე ჟანრის მოყვარულებისთვის და რა ვიცი, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი და შესანიშნავი ხელოვანი ერთად შეიყარა და მივესალმები, რომ ყოველწლიური იყოს ესეთი საღამოები. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ დაარსდა თქვენი საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით დაცული საზოგადოება. და პირველი კონცერტი გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ხომ ესეა და დაეხმარეთ იმ ქალბატონებს, ვისაც ეს სჭირდება და მსხვერპლია ძალადობა. მოდით გვითხარით ამ ფონდის გეგმების შესახებ და რას აპირებთ? საიდან გაგიჩნდათ იდეა, რომ შეგექმნათ ასეთი ფონდი? იცით რა არის? იდეა ბევრმა რამემ შექმნა. ჯერ ის რომ რა ვიცი, ბოლო წლებში რაღაც უფრო მეტად დავფიქრდი ამ თემაზე. ისედაც ახლა Facebook-ზე ყოველთვის წერდი ხოლმე რაღაც უსამართლობებზე, იქ ვიღაც თქვათ ქალის მიმართ, თუნდაც ბავშვის მიმართ, იქ თუნდაც ოჯახური, თუნდაც ცხოველის მიმართ. რა ვიცი, ხშირად მოვაწყინე თავი ჩემს მეგობრებს, სულ წერდი აი ამ ძალადობებზე და რაღაცნაირად ბოლო წლებში ძალიან ისე ახლოს მივიტანე და ნუ რაღაც ჩემმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმაც, რომ რაღაცნაირად მე თვითონაც ფსიქოლოგიურად და რაღაც სოციალური ქსელებით რაღაც პერიოდი ახლა ყველა მითის რაღაც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მეც ასევე, რაც ძალიან რთულად გადავიტანე და ამ ყველაფერმა ერთად მიბიძგა რომ ჩავამეყალებებინა ეს ფონდი, ასევე გავხდი დედა და რაღაცნაირად უკვე სხვანაირად შევხედე ამ ესე ვთქვათ ჩემი შვილების მომავალსაც და რა წრეში მოხვდებიან და ვთქვათ ის რომ მათი ცხოვრება და სკოლაში თუ ოჯახში თუ რაღაც მათი მომავალი რაღაცნაირად დაცული იყოს და აი ამ ყველაფერმა რა ვიცი მიბიძგა და ბედნიერი ვარ რომ ესეთი ადამიანები ამომიდგნენ გვერდზე ძალიან დობით აღჭურვილი. როგორც ფონდში, ასევე ჩვენი პირველი კონცერტიც ძალიან დიდი წარმატებით წავიდა და პუბლიკამ იგი ხუხარი აპლოდისმენტებით მიიღო. უსასყიდლოდ გვერდში ამომიდგნენ ჩემი კოლეგები, მომღერლები, ბატონი გიორგი გაგნიძე, ირაკლი კახიძე, ცნობილი გერმანელი მევიოლინე სოფია მოზერი, ჩვენი ორკესტრი, ბატონი ზაზმა იფარაშვილი, დავით საყვარელიძე, თუნდაც არტ პალასი, რომელმაც თქვათ ულამაზესი კლიპი გვაჩუქა ბატონმა ზაზაურაშვილმა ძალადობის საწინააღმდეგო კლიპი. ნუ მოკლედ ძალიან ლამაზი საღამო იყო და დიდი კვალიდატოვა დღემდე. და როგორ გააგრძელებს ეს ფონდი მუშაობა? მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაიმართება ხოლმე კონცერტები თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თუ უმცირესობების? რა თქმა უნდა, იცით რა არის, ახლა ამჯერად ეს წელიწადი საერთოდ ეს გაეროს რეკომენდაციით ქალთა ესე ვთქვათ წელიწადიც არის და საქართველოშიც ძალიან იფეთქა აი ამ ქალთა მიმართ ძალიან ესე ვთქვათ მაგრამ მძიმე წელი იყო, თანმიმდევრ სტატისტიკას თუ გადავავლებთ. ყველანაირი ძალადობა გადაფარა აი ამ ოჯახურმა ძალადობებმა ქალთა მიმართ და ნუ ჩვენ ელემენტარულად სხვანაირი იდეა არც გქონია ჩვენ
თავიდანვე განზრახული ქონდა, რომ ეს ჩვენი პირველი საღამო ამ თემას მიეძღვნებოდა და ბედნიერნი ვართ, რომ შემოსული თანხით ჩვენ შეუსრულეთ ის სურვილები, რაც თავშესაფარს ჰქონდა, გადავეცით მათ შესანიშნავი ტექნიკა, ინვენტარი, რაც მათ მოითხოვეს. უახლოეს მომავალში თუ იგეგმება რაიმე კონცერტი კიდევ? ანუ ჩვენი ყველა კონცერტი, რაც იქნება მომავალში, მიეძღვნება, ვთქვათ, რაღაც შეიძლება მომავალშიც ისევ იყოს ქალთა თემა წამოწეული, ასევე ვაპირებთ, ვთქვათ, რაღაც თუნდაც თუ რაღაც ქვეყანაში დადგა რაღაც წამოიწია წინ, თუნდაც სექსუალური უმცირესობების ჩაგვრის თემამ, რაც ასე გამოხატული იყო 2013 წელს და რამაც ესე ვთქვათ, ესე კვალი დაამჩნია ჩემს ესე ვთქვათ გადაწყვეტილებებსაც ამ ფონდის მიმართ. ასევე ძალიან გვინდა რომ ხმა ავიმაღლოთ აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიმართ, რადგან მე ვიცნობ ძალიან ბევრ ოჯახს, სადაც იზრდება ასეთი ბავშვი და რატომღაც იქ საბავშვო ბაღში თუ სკოლაში თუ რაღაც ესე ვთქვათ საცხოვრებელ პირობებში ცოტა არ იყოს რაღაცნაირად გარიყულნი არიან ისინი, რაღაცნაირად იგნორირებულნი არიან საზოგადოებისგან, იყო შემთხვევები, რომ კარებები აუჭედეს მათ საბავშვო ბაღში, საქანელები ჩამოუხსნეს, რაღაც მშობლებს არ აქვთ ის რაღაც ვერ ვიტყვი ხო ცოტა ცუდი სიტყვა შეგნება და განათლება, მაგრამ აი ეს ინფორმაცია რომ ესე ვთქვათ დღის შუქზე გაიყვანონ ასეთი ბავშვები და ჩააბან რაღაც საზოგადოებრივ საქმიანობებში და თუნდაც ატარონ ღონისძიებებზე და სხვათაშორის ეს გლობალური მოვლენაა, რომ თუნდაც აუტიზმით დაავადებული, თუნდაც ინვალიდი ბავშვები ძალიან ოჯახის მხრიდან პირველ რიგში ძალიან მოკლებულნი არიან დღის სინათლეს და რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მომავლისთვისაც ავიმაღლოთ ხმა და მოვიწვიოთ თქვათ უცხოელი შემსრულებლები ჩვენთან ერთად, რომ რაღაცნაირად გვერდში ამოგვიდგნენ. მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან აქტუალურია და უმძიმესია ეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა თემა და ეს ვიცი, რომ ყველას საშინლად აწუხებს და ალბათ ეს არის ყველაზე შემზარავი თემა საქართველოში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ აი ეს ახალგაზრდები, ეს ბავშვებიც და ეს ადამიანები, ვინც დღის შუქს და აქტიურად საზოგადოებაში ჩაბმას ელიან, ისინიც არანაკლებ განიცდიან და ნამდვილად ჭირდებათ ყურადღება. რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას და თქვენს მოღვაწეობას, კი, რა ხდება? დედა გავხდიო წეღან თქვენს და ჩვენ ნამდვილად დაგვავიწყდა რომ მოგველოცოთ ყუპები თქვენთვის. მაგრამ მაინც ფორმაში ხართ, ახერხებთ რომ დაგეგმოთ თქვენი კონცერტები. დღევანდელ დღეს საერთოდ ოდესაც ხელოვნებაში ხარ, რაღაცნაირად არ გაქვს უფლება რომ ჩამორჩე რაღაც ესე ვთქვათ მსოფლიოს მაჯის სცემას, ესე ვთქვათ საოპერო სამყაროზე მაქვს. ეს შეიძლება ცოტა არ იყოს რთულია მომღერალი და მსახიობი ქალისთვის. მე ვიცი რომ ახლა მე ვინ ვარ ჰოლივუდში, აი გააჩენენ თუ არა საერთოდ შვილებს და ისედაც ვთქვათ ბავშვის გაზრდაც საკმაოდ რთულია, როდესაც ღამეები არ გძინავს. იმ წუთში იწყებენ უკვე იმაზე ფიქს როგორ ჩადგნენ ფორმაში, იმიტომ რომ იმდენად მაღალია მსოფლიოში საერთოდ შოუ ბიზნესში, ხელოვნებაში კონკურენცია, ვთქვათ იგივე ეს ჯანსაღი ცხოვრების რიტმი, რომ საკმარისია რაღაც ან წონით, ან ისედაც ფორმიდან ამოვარდე, რომ უკვე რაღაცნაირად სხვა ადამიანები ხდებიან უფრო მეტად ინტერესის საგნები შენს მაგიურად და ასე რომ ყველანაირად ვცდილობთ რომ კვლავ ფორმაში ჩავდგეთ, თუმცა რა თქმა უნდა მე არ მინდა რომ რაღაც შემშვილებს რაიმე მოვაკლო და მრავალი უძილო ღამე მქონდა, მრავალი ნერვიულობა, არც ვიცოდი კონცერტს როგორ ვიმღერებდი და მართლა რაღაც გმირობის ტოლფასია მით უმეტეს ტყუპებთან ასე ვთქვათ ყოფნა დედისათვის და მომღერალი ქალისათვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს შობას და ახალ წელს. დიდი მადლობა და მეც მინდა ვისარგებლო აქ ამ საშუალებით და მიულოცო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს 2015 წელი, ასევე შოუების დღესასწაული, მომავალში ასევე ძველი ახალი წელი, ყველაფერი ერთად და მინდა რომ ეს წელიწადი უკეთესი ყოფილიყოს ვიდრე განვლილი წლები და რა ვიცი ივერია გაბწყინდეს. დიდი მადლობა, თამარი ვერსმას პინძლობდით. ნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.